დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ეკატერინე წაქაძე, ექიმი, ენდოკრინოლოგი. გამარჯობა ქალბატონო ეკა. ძალიან დიდი მადლობა გიხდით მობრძანებისთვის და გადავიდეთ უშუალოდ კითხვაზე. ფარისებური ჯირკვლის დაავადებები რა ასაკში იჩენს თავს და არსებობს თუ არა სტატისტიკა? ფარისებური ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. უფრო ხშირად ეს თავს იჩენს ახალგაზრდა რეპროდუქციული ასაკის ხალხებში, კვლევებით დადგენილია, რომ რეპროდუქციული ასაკის ხალხების 10-15% დაავადებულია ფარისებური ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიით. მათ შორის ამ პათოლოგიებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია იოდეფიციტური მდგომარეობა. რა შეიძლება ჩავთვალოთ მიზეზად და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მსგავსი დაავადების მატარებელია? როგორც უკვე ვთქვით, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიების გამოწვეული ყველაზე ხშირი მიზეზი ეს არის იოდეფიციტური მდგომარეობა. მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგინდა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 30% იმყოფება იოდის დეფიციტის პირობებში, რაც განაპირობებს სწორედ აი ამ დაავადებების, ფარისებური ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების განვითარებას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მივხვდეთ არის თუ არა რაიმე პათოლოგია ფარისებური ჯირკვლის მხრივ, არსებობს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებები ამ დროს, თუმცა არსებობს ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიების ისეთი ფორმებიც, როდესაც ის კლინიკურად გამოვლენილი არ არის. ამ შემთხვევაში უბრალოდ ეს შეიძლება გამოვავლინოთ სკრინინგული გამოკვლევის დროს, თუმცა მესმის რომ დღეს საქართველოში ასე ვთქვათ პროფილაქტიკური მედიცინა არც ისე პოპულარულია ჩვენი მოსახლეობის ასე ვთქვათ მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა ვაკის მედიცინაში ან ჩვენს კლინიკაში ხშირად ტარდება ხოლმე ესეთი აქციები, რომელიც სკრინინგულად ასე ვთქვათ ახდენს ამ დაავადებების გამოვლენას. როგორც ვიცი, ანუ სხვადასხვა ფარისებურ ჯირკვალზე, როდესაც არის საუბარი, ამბობენ, რომ ის იწვევს სხვადასხვა პათოლოგიებს. რა პათოლოგიებზე არის კონკრეტულად საუბარი? საერთოდ ზოგადად შემიძლია თქვა, რომ ორგანიზმში არ არსებობს ორგანო და ორგანოთა სისტემა, რომელზეც ფარისებური ჯირკვლის ფუნქცია გავლენას არ ახდენდეს. თუმცა ეს შეიძლება სხვადასხვა პათოლოგიის დროს სხვადასხვანაირად იყოს გამოვლენილი, თუმცა ძირითადი ასე ვთქვათ გამოვლენება ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიების დროს ხდება, როდესაც მისი ფუნქცია არის დარღვეული. ფუნქციის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც მისი ფუნქციის დაქვეითებაში, ასევე პირიქით ფუნქციის გაძლიერებაში. ასეთ შემთხვევაში ძირითადი გართულებები ხდება ხოლმე გულსიძახცო სისტემის, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვული სისტემის და მათ შორის რეპროდუქციული სისტემის მხრივაც კი შეიძლება იყოს გარკვეული გართულებები. ფარისებური ჯირკვლის პათოლოგია ორსულობის დროს რამდენად არის და რა საფრთხეს უქმნის ის ნაყოფს და როგორც უკვე ვთქვით, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა განსაზღვრავს ასე ვთქვათ, არის განსაზღვრელი კრიტერიუმი ფარისებური ჯირკვლის ნორმალურად მუშაობისა. ანუ როგორც ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ასე მისი ფუნქციის მატება, ანუ სამედიცინო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი, ასევე ორივე იწვევს ორსულობის დროს ნაყოფის განვითარების შეფერხებას და არა მხოლოდ ნაყოფის, არამედ დედის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომ მაგრამ უფრო ხშირად ამ პათოლოგიებისგან უფრო ხშირად გამოხატულია ხოლმე ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც სხვადასხვა გართულებებს იწვევს როგორც ორსულობის დროს დედის მხრივ, ასევე ნაყოფის განვითარების და შემდგომ უკვე ანუ ნეონატალურ პერიოდში, მათ შემდეგ რაც ბავშვი დაიბადება, მისი განვითარების როგორც გონებრივი, ფიზიკური, ფსიქომოტორული განვითარების დარღვევებს. შესაძლებელია თუ არა, ანუ ხაცის პერიოდში ეს დაავადება არ იყოს და მხოლოდ ორსულობის პერიოდში იჩინოს თავი. რა თქმა უნდა, ანუ ორსულობა ისეთი მდგომარეობა ქალისთვის, როდესაც ხდება ჰორმონალურად ძალიან დიდი ძვრები ორგანიზმში. ანუ ამ შემთხვევაში ფარისებური ჯირკვალთან დაკავშირებით ხდება მისი დამატებითი სტიმულაცია, ანუ ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, რომ მისი ფუნქცია გაიზარდოს, ანუ მოთხოვნილება თიროქსინის მიმართ, ანუ თიროქსინი ფარისებური ჯირკვლის ჰორმონია იზრდება, რადგან ნაყოფს პირველი
3 თვის, ანუ პირველ ტრიმესტრის განმავლობაში თავისი ფარისებრი ჯირკვალი არ გააჩნია და მთლიანად ვითარდება დედის თირეოიდული ჰორმონების ფონზე. სწორედ ამიტომ საჭიროა რომ დედის ორგანიზმმა, ანუ დედის ფარისებრმა ჯირკვალმა მოახდინოს ამის კომპენსირება და გაზარდოს ფარისებრმა ჯირკვალმა თიროქსინის პროდუქცია. თუმცა არის ისეთი მდგომარეობები, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი იმყოფება მისი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების ზღვარზე და კომპენსატორული მექანიზმებით ვეღარ ახერხებს თიროქსინის სინთეზის გაზრდას. სწორედ ამ დროს ხდება ხოლმე ისეთი გართულებების ჩამოყალიბება, როგორიც არის ეს შეიძლება მოხდეს მსუბუქი იოდდეფიციტური მდგომარეობის დროსაც, როდესაც ჩვეულებრივ ფიზიოლოგურ პირობებში არაორსულობის დროს ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს, როგორც კი დადგება ორსულობა, ასეთ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი არათუ ვერ ახერხებს კომპენსატორულად თიროქსინის პროდუქციის სინთეზის გაზრდას, არამედ პირიქით ვითარდება მისი, ასე ვთქვათ, ნორმაზე დაბალი გამომუშავება, რაც როგორც უკვე ვთქვით, საშიშია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფის განვითარებისთვის. ახსენეთ უკვე ხდება მსგავსი პათოლოგია ჰიპოთირეოზი, ანუ რატომ არის ყველაზე ხშირი ეს დაავადება და ანუ მსგავსი პათოლოგია და რა არის ამის გამოწვევი მიზეზი? ჰიპოთირეოზის ყველაზე ხშირი მიზეზი ეს არის იოდდეფიციტური მდგომარეობა და როგორც უკვე ვთქვით, ეს მსოფლიოში საკმაოდ დიდი პრობლემაა. თუმცა სხვადასხვა ქვეყნები ამის კომპენსირებას ახერხებენ, ანუ იოდის დეფიციტს ავსებენ სხვადასხვა საკვები დანამატებით და იოდიზირებული მარილით, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს ჯერჯერობით მოუგვარებელი პრობლემაა. და გარდა იოდის დეფიციტისა, ჰიპოთირეოზის მიზეზი ყველაზე გავრცელებული შეიძლება იყოს ავტოიმუნური დაავადება, ანუ თირეოიდული ანტისხეულების მომატება, რომელიც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, ანუ ჰიპოთირეოზს. შესაძლებელია თუ არა მსგავსი პათოლოგია, მსგავსი დაავადება მიმდინარეობდეს ორსულობის დროს შეუმჩნევლად? არ ქონდეს არანაირი კლინიკური გამოვლენება. მიმდინარეობდეს შეუმჩნევლად, რადგან ორსულობა ისედაც ისეთი მდგომარეობა, როცა რაღაცები ისედაც იცვლება და ეს მდგომარეობა ორსულის მიერ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ჩვეულებრივი ცვლილებები, რომელიც არის ხოლმე თან ახლავს ორსულობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არათუ უკვე ორსულობის პერიოდში, არამედ იმ დროისათვის, როდესაც დაიგეგმება ორსულობა, აუცილებლად შეფასდეს თირეოიდული სტატუსი, ანუ გამოკვლეული იქნას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური და სტრუქტურული მაჩვენებლები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმოს ორსულობა, რომ ეს თავიდან ავიცილოთ ორსულობის დროს შემდგომი გართულებები ამ კუთხით. საინტერესოა რა სახის მკურნალობაზე არის საუბარი, რადგან ორსულობა ისეთი პერიოდი არ შეიძლება ყველანაირი მედიკამენტის მიღება, ყველანაირი გამოკვლევის ჩატარება და ანუ უშლის თუ არა მსგავსი გამოკვლევები და ანტიბიოტიკები თუ ასე შემდეგ ხელს არსებობს რაღაც გამოკვლევები ენდოკრინული სისტემის მხრივ, რომელიც ასე ვთქვათ, უკუნა-ჩვენებია ორსულობის დროს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოკვლევები ყველაფერი ჩატარებული იყოს ორსულობამდე, როდესაც არავითარი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს და თუ რამე პათოლოგია გამოვლინდა, ორსულობა დაიგეგმოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პრობლემები, ასე ვთქვათ, მოგვარდება. თუმცა, როდესაც უკვე ორსულობის დროს ვლინდება პათოლოგია, მაგალითად ჰიპოთირეოზი, მაშინვე ვიწყებთ მკურნალობას თიროქსინით. ამ შემთხვევაში უკვე თიროქსინის დოზის ტიტრაცია არ ხდება და მკურნალობის ანუ როგორც სხვა შემთხვევაში ვთქვათ, არაორსულის შემთხვევაში და მკურნალობას ვიწყებთ დღიური სავარაუდო დოზით და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, თირეოიდული ჰორმონების კონტროლის ფონზე, ანუ როდესაც უკვე ჰიპოთირეოზი ხდება მანიფესტირებული ორსულობის დროს, დაახლოებით 8 კვირაში ერთხელ ვაკონტროლებს თირეოიდულ ჰორმონებს, რათა მოხდეს დოზის სწორი შერჩევა. როგორც ანუ ეს დაავადება, მსგავსი პათოლოგია ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის და მშობლებს, ქალბატონებს უჩნდებათ კითხვა, რამდენად სრულფასოვნები არიან შემდეგ ნაყოფი, ანუ თუ აქვთ მათ ნორმალურად განვითარებული ნერვული სისტემა და როგორ შეიძლება ამის დადგენა, რამდენად ჯანმრთელად იმყოფება ბავშვი?
დედის 40 წელში. გენეტიკური წინდასახმარება რა თქმა უნდა არსებობს ამ როგორც ნებისმიერი დაავადების, ასევე ამ დაავადების დროსაც. როდესაც დედას აქვს ორსულობის ან იქამდე დადგენილი ფარისებრი ჯირკვლის რაიმე პათოლოგია, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შვილსაც ასე ვთქვათ, კონდეს. სწორედ ამიტომ კეთდება სკრინინგული თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა ნეონატალურ პერიოდში, ანუ ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით მე-4-მე-5 დღეს. ამის მიხედვით ფასდება თუ როგორია ბავშვის თირეოიდული ჰორმონების, ანუ როგორ რამდენად ნორმალურად ფუნქციონირებს ბავშვის ფარისებრი ჯირკვალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ რაიმე დარღვევა არის, შენაცვლებითი თერაპია თიროქსინით დაიწყოს დაბადების პირველივე კვირას, იმიტომ რომ აი სწორედ ამ პერიოდში იწყებს განვითარებას ნერვული სისტემა, თავის ტვინის ქერქი, ასევე გონებრივად ფსიქომოტორულად ეს ძალიან ანუ ფაქტურად კუნალობის ფონზე ბავშვი ვითარდება ჩვეულებრივად არანაირი დარღვევა მას არ იქნება, ანუ იქნება პრაქტიკულად ჯანმრთელი ამ კუნალობის ფონზე, მაშინ როდესაც იმ შემთხვევაში თუ კუნალობა დროულად არ იქნა დაწყებული, შეიძლება მივიდეთ ძალიან მძიმე შედეგებამდე. ანუ უფრო მეტი რისკი არსებობს იმის, რომ ბავშვს გენეტიკურად გადაეცეს დედისგან. არა, ეს არ არის აუცილებელი პირობა, თუმცა რისკი რა თქმა უნდა არსებობს და საქართველოში ზოგიერთ სამშობიარო სახლში უკვე არის ნეონატალური თირეოტროპული ჰორმონის სკრინინგული გამოკვლევა, როდესაც ყველა ახალშობილს განურჩევლად იმისა, მის დედას რაიმე დარღვევა ჰქონდა თუ არა, უკეთდება ეს გამოკვლევა სკრინინგულად. ესე დროს, ანუ საინტერესოა, რამდენად შეუძლია მსგავსი დაავადების მატარებელ ორსულს ბუნებრივად მშობიარობა არის თუ არა დასაშვები და რამდენ ხანში შეიძლება შემდგომ კიდე რა პერიოდი არის საჭირო იმისთვის, რომ რეალურად განიკურნოს ნამკურნალები ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ფონზე არ აქვს მნიშვნელობა ეს ჰიპერთირეოზი იქნება თუ ჰიპოთირეოზი, ანუ როდესაც მიღწეულია დაავადების კომპენსირება, ანუ მიღწეულია ეუთიროიდული მდგომარეობა, ეუთიროიდული მდგომარეობა რადიომსმენელს განმარტავს, ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქცია, ანუ როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არის ნორმაში, ქალი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი და ამ შემთხვევაში არანაირი უკუჩვენება ფიზიოლოგიური მშობიარობის არ არსებობს, ანუ ქალმა შეიძლება ჩვეულებრივად როგორც ნებისმიერმა ქალმა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით არ მქონე, ჩაიაროს ორსულობამ და ასევე მშობიარობამაც. მადლობა. ეთერში რეკლამის დროა, ჩვენ სულ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით დროებით. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვარ, დაგიმროდით პირველი სამედიცინო რადიოს MED-FM 103-ის პირდაპირ ეთერშია რეპროდუქციული ჯანმრთელობა გულო გარმელიასთან ერთად. შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის თემას, დღეს ჩვენ საუბრობთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე ორსულობის დროს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ეკატერინე წაქაძე, ექიმი, ენდოკრინოლოგი. ქალბატონო ეკა, რამდენად ყოფილა თქვენს პრაქტიკაში, თქვენს კლინიკაში შემთხვევა არის თუ არა შესაძლებელი საშიშროება იმის, რომ მსგავსი პათოლოგიის დროს ორსულობა თავისივე შეწყდეს? დიახ, ყოფილა ესეთი შემთხვევები, ეს ორსულობა უბრალოდ ანუ პოსტფაქტუმ მოდის ასე ვთქვათ ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა სპონტანური აბორტი და შემდეგ ირკვევა, რომ მას აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ისე თუ ის ან ჰიპოთირეოზი, ან პირიქით ჰიპერთირეოზი. ანუ ეს რისკ ფაქტორი ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს სპონტანური აბორტების იზრდება. მათ შორის შეიძლება ამან ხელი შეუშალოს დაორსულებასაც კი, მაგრამ თუ დგება ორსულობა, ასეთ შემთხვევაში ორსულობის ბოლომდე მიყვანა, ასე ვთქვათ, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და თუ მივიდა ორსულობა ბოლომდე, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ნაყოფის განვითარების სხვადასხვა სახის დარღვევები. არის თქვენ ერთხელ ახსენეთ უკვე, რომ კარგი იქნება თუ დაავადება იქნება განკურნებული და შემდეგ მოხდება ორსულობა. რა შემთხვევაში აძლევს ექიმი ქალს მიუხედავად ალბათ დამოკიდებულია ეს დაავადება რამდენად გაუარესებისკენ არის წასული. რა შემთხვევაში შეიძლება ქალმა მისცეს თავს ორსულობის უფლება? იცით რა, თუ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია დგინდება ორსულობამდე, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პათოლოგიის დროს
სასურველია რომ ჯერ ნამკუნალები იყოს ფარისებრი ჯირკვალი, ამ ხრივ მოიხსნას ყველანაირი პრობლემა და ასე ვთქვათ ნამკუნალები კომპენსირებული ფუნქციური მდგომარეობის ფონზე მოხდეს ორსულობა. თქვენ ახსენეთ ჰორმონალური დარღვევები, საშიშროება არსებობს, როდესაც ჰორმონები არის მეტი, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პირიქით? ორივე შემთხვევაში ამან შეიძლება პრობლემები შეუქმნას როგორც დედის ჯანმრთელობას, ასევე ბავშვის ჯანმრთელობას და ნაყოფის ბავშვის განვითარებას. ორივე შემთხვევაში ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, თუ ეს გამოვლინდა ორსულობის დროს, ჰიპოთირეოზის დროს ინიშნება თიროქსინის შენაცვლებითი თერაპია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ჰიპოთირეოზის კომპენსაცია, სწორედ ამიტომ ჩვენ დოზირებას არ ვაკეთებთ ტიტრაციის სახით, ანუ არ ვნიშნავთ მედიკამენტს ტიტრაციას როგორც სხვა ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში. ხოლო თუ არის ჰიპერთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გადამეტება, ამ შემთხვევაში ინიშნება ისეთი პრეპარატი, რომელიც თორგუნავს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას, თუმცა უნდა შეირჩეს ისეთი პრეპარატი ამ შემთხვევაში, რომელიც ნაკლებად გადის პლაცენტარულ ბარიერს, რათა ასე ვთქვათ, არ იმოქმედებს ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალზე და არ მოახდინოს მასზე ზეგავლენა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, თქვენ კლინიკაში ყველაზე ხშირად რომელ პათოლოგიას აწყდებთ პროცენტული მაჩვენებულით, რომელი პათოლოგიაა? ჩვენ ზემოთაც ვთქვით და ისევ გავიმეორებ, რომ ყველაზე ხშირად ეს არის ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს იოდის დეფიციტი, ასევე შეიძლება იყოს ავტოიმუნური დაავადება. ანუ თირეოიდული ანტისხეულების მომატება. რატომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსულობის დროს იოდის მიღებას? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ გარემოში პრაქტიკულად არაფერში იოდი არ არის, ანუ იქიდან საიდანაც შეიძლება რომ ადამიანმა იოდი მიიღოს საკვებში, ნიადაგში, წყალში, იოდი პრაქტიკულად არ არის. ამის ფონზე, თუნდაც სუბუქი იოდ დეფიციტური მდგომარეობის დროს, როდესაც ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ პირობებში ფარისებრი ჯირკვალი კომპენსატორულად ჯერ კიდევ ახერხებს ნორმალურად ფუნქციონირებას, ორსულობის შემთხვევაში, როგორც ვთქვით, ეს არის დამატებითი სტიმულაცია ფარისებრი ჯირკვლისთვის და ამ დროს ორგანიზმი და ნაყოფი მოითხოვს, რომ თიროიდული ჰორმონების სინთეზი გაიზარდოს. ფარისებრი ჯირკვალი იმყოფება, ასე ვთქვათ, თავისი შესაძლებლობების ზღვარზე და ვეღარ ახერხებს ამ კომპენსატორული მექანიზმების ჩართვას და დგება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, როდესაც იგეგმება ორსულობა, მაშინვე ვიწყებთ იოდით შენაცვლებით თერაპია, უკაცრავად შენაცვლებით თერაპიას, არა, იოდით პროფილაქტიკის რეჟიმს. მედიკამენტურად ხდება, ანუ რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ იოდის დეფიციტზე, იოდის დეფიციტის საკვებით შევსება, ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია, აუცილებლად ეს უნდა მოხდეს პრეპარატით, გამოსულია უამრავი პრეპარატი, რომელიც აბსოლუტურად ურეცეპტოდ იყიდება აფთიაქში და თუმცა რა თქმა უნდა ეს ჯობია მოხდეს გამოკვლევების ფონზე და ექიმის დანიშნულებით, თუმცა რეცეპტოდაც ქალი რომელიც გეგმავს ორსულობას და თქვათ იმ მომენტში ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას, კალიუმის იოდიდის სახით ორსულებისთვის დღეღამური დოზა ეს არის 200 მიკროგრამი, ხოლო არაორსულებისთვის ეს არის 150 მიკროგრამი. რაც შეეხება და ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რომ მთელი ორსულობის მანძილზე უნდა მოხდეს იოდით პროფილაქტიკის რეჟიმი და ასევე მთელი მეძიძურების პერიოდი, ანუ სანამ ბავშვი იქნება დედის რძეზე. ანუ დედას აქვს უფლება მსგავსი ასეთ დროს, რომ ბავშვი ყვებოს ბუნებრივად, ხო? რა თქმა უნდა, კი. ასევე საინტერესო, ანუ ფარისებური ჯირკვლის კვანძოვან წარმონაქმნებზე თუ ახდენს ორსულობა ზემოქმედებას, ანუ მის გააქტიურებას თუ უწყობს ხელს. არსებობს ესეთი მონაცემები, რადგან ხდება ორსულობის დროს დამატებითი სტიმულაცია ფარისებრი ჯირკვლის მხრივ, შეიძლება კვანძოვანი წარმოქმნიდა ფრიანი ფარისებრი ჯირკვალი რაღაცა დონით ზომაში გაიზარდოს. თუმცა თუ კვანძოვანი ჭიყვი დიაგნოსტირებულია ორსულობამდე, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ასპირაციულ ციტოლოგიური თუ კვანძი არის ისეთი ზომის, რომლის ჩვენებასაც წარმოადგენს ასპირაციულ ციტოლოგიური ბიოპსიის ჩატარება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს. კვანძის ზომა ამ შემთხვევაში უნდა აღემატებოდეს 10 მმ-ს, ანუ 1 სმ-ს.
უფრო ხშირად ამ შემთხვევაში არის ხოლმე კოლოიდური კვანტები, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ორსულობისთვის და არ არის უკუნაჩვენები ამ შემთხვევაში დაორსულება. და შემდგომ მთელი ორსულობის მანძილზე უნდა მოხდეს მისი მონიტორინგი ულტრაბელითი გამოკვლევით, რომელიც ასევე არ წარმოადგენს, ანუ ეს გამოკვლევა ულტრაბელითი გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის ორსულობის დროს არ არის უკუნაჩვენები. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობის დროს ხდება უკვე კვანძოვანი წარმონაქმნების ასე ვთქვათ დიაგნოსტირება, ამ შემთხვევაშიც ბიოპსია უკუნაჩვენები არ არის, უბრალოდ ეს უნდა მოხდეს ორსულობის მეორე ტრიმესტრში, როდესაც უკვე ჩამოყალიბებულია ნაყოფის ორგანოები, ანუ ნაყოფის რო ყოფილად არის ჩამოყალიბებული. იმ შემთხვევაში თუ ეს კვანძი აღმოჩნდა, ვთქვათ, აფთვისებენი სისიმნე, რომლის შანსიც ძალიან ნაკლებია, ამ შემთხვევაში ორსულობის დროსაც კი შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული მკურნალობა, ან გააჩნია როგორი ფორმის არის ეს სიმსივნე, ან ვთქვათ, დავილოდოთ ორსულობის და ან მშობიარობა და მშობიარობის შემდეგ დაიგეგმოს ქირურგიული მკურნალობა. თუმცა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს პაციენტთან შეთანხმებით და პაციენტს უნდა განემარტოს ყველა გართულება, ვთქვათ, რაც შეიძლება ამას მოხდეს. როგორც რა თქმა უნდა, ექიმი რას ურჩევდით ქალბატონებს, რა სახის სანამ ორსულობას გადაწყვეტენ, იმიტომ რომ კი გასაგები ეს დაავადება უმეტესად არის გენეტიკური, შეიძლება დავარქოთ ამ დაავადებას თუ უფრო არსებობს რაღაცა. იცით რა, გენეტიკურად ზოგადად ნებისმიერ დაავადებას აქვს გენეტიკური წინასწარ-განწყობა, თუმცა დღეს იმდენად გავრცელებულია ეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რომ უკვე გენეტიკურს ვეღარ დავარქვით. რას ურჩევდით ქალბატონებს, მომავალ დედებს და ორსულებს? მომავალ დედებს ურჩევდი, რომ ორსულობის დაგეგმვის წინა პერიოდში აუცილებლად ჩაიტარონ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, როგორც ფუნქციური, ასევე სტრუქტურული. თუ რაიმე პათოლოგია იქნება გამოვლენილი, ეს იქნება ნამკურნალები ორსულობამდე, რათა შემდგომ ორსულობის პერიოდში ამან არ შექმნას დამატებითი რაღაც პრობლემები, როგორც დედის, ასევე ნაყოფის ჯანმრთელობის მხრივ. ძალიან დიდი მადლობა. ეს გახლავთ ქალბატონი ეკატერინე წაქაძე, ექიმი, ენდოკრინოლოგი, კლინიკა ემედიციდან. და დიდი მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ეს იყო რეპროდუქტიულობა გულო გარმელიასთან ერთად, მე კიდე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით დროებით.